და ბატონო ახლა ჩვენი საუბრის დასასრულს აი რეგიონების ტაძრების, ეპარქიების ტაძრების გუნდებზე მინდა გკითხოთ. თუ კი აქ დედაქალაქში ჭირს თქვა გუნდის შენახვა და გასამრჯელოს პრობლემაა, აი სოფლის ტაძრებში რა ხდება? თქვენ გეცოდინებათ და როგორი გუნდებია იქ? უმძიმესი მდგომარეობა. იშვიათი გამონაკლისების გარდა, აი მაგალითად სოფელი არ არის, რა თქმა უნდა, ქალაქი ბათუმი, სადაც აი ფერისცვალების ტაძარი ახაშენიეთი ბათუმთან ახლოს მდებარეობს ესეთი დასახლებაა, სადაც არაჩვეულებრივი მღვდელია მამა ბასილი, რომელსაც ყავს არაჩვეულებრივი გუნდი, ვაჟთა გუნდი. ედუარდ გულგილაძის ხელმძღვანელობით. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ისეთ მე მურად გაოცებული დავჭი, როდესაც ეს გუნდი მოვისმინე, იმიტომ რომ თავი მეგონა საკუთარ ტაძარში ლამს. არანაირი მხარდაჭერა არ არის. ყურადღება. აბა ასეთ გამორჩეულ გუნდს რო ხარდაჭერა რო არ ექნება, აბა საშუალო დონის გუნდებზე ხო აღარაა საუბარი. ამას თუ არ მიეხედა, აი სულ ვამბობ რა, სულ ვამბობ. ამას თუ არ მიეხედა, ეს საქმე მოგვდება და ტაძარი დიდებულია, მაგრამ ტაძარში სიცოცხლე შეაქვს მსახურებას, გამართულ მსახურებას და מחვილ სიტყვას. რომელსაც მთავარი ამბობს. დიდი მადლობა ბატონო მალხას, წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი. მაყურებელ შევახსენებ, მამა დავითის სახელობის ტაძრის გუნდის ხელმძღვანელი, მე დავითნე, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ ერქვანიძე საუბრობდა სტუდიაში.